ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატებმა კი დღეს მორიგი ბრიფინგი გამართეს და კვლავ განაცხადეს, რომ ბოლო მონაცემებით სულ 7-მდე ჯარისკაცია მოწამლული. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარიკა არევაძის თქმით, მიესალმებიან, რომ პრემიერ-მინისტრი ამ საქმის გამოძიების პირად კონტროლზე აყვანეს აპირებს. ამასთან ახალგაზრდა ადვოკატები თვლიან, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო არ უნდა ედოს. ჯარისკოების რაციონი და ხარისხი კი მათი თქმით მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. Დამჟამად ამას გრიფით საიდუმლოა. პროკურატურას რომ დაიწყოს მოხება და გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით, მის ხარისხს არის პასუხისმგებელი აპოლი. პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის გულშემდელი განცხადების შესაბამისად ამ აღნიშნულ საკითხს ადევს გრიფით საიდუმლო. ისევე როგორც პრემიერის გაკვირვება, ჩვენი გაკვირვებაც ცალსახაა, ვინაიდან აღნიშნულ საკითხს არ უნდა ედოს მისი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გრიფი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დღეს მდგომარეობით უკვე მოწამლული არის 7-მდე ჯარისკაცი.